თბილისის მთავრობის სხდომა კახაკალაძის განცხადება. მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მინდა რამდენიმე საკითხი შევეხო, ინფორმაცია მივაწოდო დედაქალაქის მოსახლეობას. პირველი მინდა შევეხო თემას, რომელიც საკმაოდ აქტუალურია, ეხება სამუშაო ადგილებს, ვიცით რომ ძალიან ბევრია ადამიანი, ვინც ეძებს სამსახურს და პარალელურად ასევე ბიზნესი განიცდის კვალიფიციური კადრების ნაკლებობას. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ბიზნესთან და ვიცით ყველა ის სფერო, ყველა იმ მიმართულება, სადაც საჭიროა კვალიფიციური პროფესიონალი კადრები. შესაბამისად, წამოვიწყეთ ძალიან მაგარი პროგრამა ისწავლე და დასაქმდი, რომელიც ხელს უწყობს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს მოახდინოს თავისი შესაძლებლობების კიდევ უფრო პროფესიონალი გახდეს, მოხდეს მათი გადამზადება და რა თქმა უნდა, ასევე ვეხმარებით სამუშაო ადგილების მოძიებაში. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ მუნიციპალიტეტის მერია იწყებს პროგრამის ისწავლე და დასაქმნის ახალ ეტაპს და დღეიდან 31 მარტის ჩათვლით აცხადებს დაინტერესებული მოქალაქეების მიღებას ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმაზე დასაქმდი.g. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება-გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებით ხელშეწყობას. მოქალაქეების აღნიშნულ კურსებზე გადამზადება ცხადია არის უფასო, თქვენ არაფერი გადასახადი არ გექნებათ, ყველა ხარჯი რაც არის მუნიციპალიტეტი იღებს თავის თავზე, თქვენ უბრალოდ გეხმარებით და გვინდა ხელი შეგიწყოთ იმაში, რომ მოვახდინოთ თქვენი გადამზადება, კიდევ უფრო მაგარი პროფესიონალები გახდეთ და დაგეხმაროთ სამსახურის მოძიებაშიც. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეების მომზადება, გადამზადება განხორციელდება 70-ზე მეტ სპეციალობაში, მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარისა და ფინანსების სფეროში. მიმდინარე კონკურსის ფარგლებში წელს დაემატება 10 ახალი პროგრამა. მათ შორის გვაქვს ბრენდ დიზაინის შემსავლელი კურსი, ინტერიერის დიზაინი, კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ადამიანების რესურსების მართვა, IT პროექტების მართვისა და ანალიზის შემსავლელი კურსი, კერამიკული ნაკეთობის დამზადება, კომპიუტერის აპარატურული პროგრამული პრობლემების ტექნიკის საქმიანობის შემსავლელი კურსი და ასე შემდეგ. თქვენ იცით რომ აღნიშნული პროგრამა დიდი პოპულარობით სარგებლობს, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ 10,000-მდე მოქალაქეს დავეხმარეთ და მივეცით შესაძლებლობა გადამზადებულიყო და 70% დასაქმების მაჩვენებელი გვაქვს. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა კიდევ გვაქვს რესურსი, რომ გავაუმჯობესოთ აღნიშნული მაჩვენებელი და კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ. ასე რომ მეგობრებო, შეგიძლიათ მარტის ბოლომდე 31 მარტამდე დღეიდან უკვე დარეგისტრირდეთ, ვისაც სურვილი გაქვთ, აიმაღლოთ თქვენი კვალიფიკაცია, თქვენი პროფესიონალიზმი და შემდეგ უკვე მოხდეს თქვენი დასაქმება. მინდა შევეხო ასევე ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელსაც მუნიციპალიტეტი აფინანსებს, ახორციელებს და ასევე გვაქვს სიახლე აღნიშნულთან დაკავშირებით. თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერას განაგრძობს და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში ცვლილებებს მუდმივად ახორციელებს. მორიგი ასეთი ცვლილებით 1 აპრილიდან პროგრამით განსაზღვრულ მომსახურეობას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს. ანუ დამატებით 300 ბავშვი შეძლებს აღნიშნულ პროგრამაში ჩართულობას. ეს სიახლე აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს 2 აპრილს უკავშირდება და მიზნად აღნიშნული საჭიროების მქონე ოჯახების გვერდით დგომას ისახავს, რადგან ამ სერვისის უწყვეტ რეჟიმში მიღება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
თბილისის მერიის პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 11.255.000 ლარამდე გაიზარდა და აპრილიდან 2400 ბავშვს და მოზარდს დაუფინანსდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შედგენილი კომპლექსური თერაპიის სეანსები. რაც შეეხება სერვისის განმახორციელებელ დაწესებულებს, მათი რიცხვიც გაზრდილია, რაც ძალიან კარგია, მნიშვნელოვანია. იანვრიდან მერიის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლად მე-11 ორგანიზაცია ჩაერთო უკვე. აღსანიშნავია, რომ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის დაწყების დროისთვის პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი მხოლოდ 2 დაწესებულება იყო და 325 ბავშვი იყო ჩართული. ხოლო ბიუჯეტი დაახლოებით იყო 500,000 ლარი. მას შემდეგ პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა და შესაბამისად მეტი ბავშვის დაფინანსება ხდებოდა შესაძლებელი, ასევე მოიმატა ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრულმა თანხამაც. გარდა ამისა, მერიის პროგრამის ფარგლებში თერაპიული სეანსები თავიდან მხოლოდ 2-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უტარდებოდათ. ჩვენი გადაწყვეტილებით ჩვენ სულ რაღაც 2 წლის წინ თუ 3 წლის წინ დავიწყეთ დამატება პროგრამაში, რომ 18 წლამდე მოზარდებსაც ვეხმარებით და მათაც აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში. ასე რომ მეგობრებო, ინფორმაციის სახით, რაც მოგაწოდეთ აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, არის ის, რომ 2400 ბავშვს დაუფინანსდება უკვე აღნიშნული თერაპიები ამ პროგრამაში და ყველას მინდა კიდევ ერთხელ უთხრა, რომ მაქსიმალურად გვერდით დაუდგებით ამ ოჯახებს, ამ ადამიანებს, ანუ არის ამის საჭიროება და აუცილებლობა. როგორც იცით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად განაგრძობს უკანონოდ მიტაცებულ სახელმწიფო მიწებზე განხორციელებული მშენებლობების მონიტორინგს და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას. იყო შემთხვევები, გახსოვთ, დედაქალაქში, როდესაც სახელმწიფო მიწებზე ხდებოდა უნებართვოდ შენობა ნაგებობების განთავსება, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროგრამები იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ საცხოვრებელი, აქვთ სოციალურად დაუცველი სტატუსი, უსახკარო სტატუსი, ჩვენ მათ გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს. და უბრალოდ მიწების, სახელმწიფო მიწების მითვისება, უკანონო მშენებლობების განხორციელება მიტაცებულ მიწებზე კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ დავაფიქსირეთ შემთხვევები და საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ძირითადად ამ ფაქტების უკან იდგა ადამიანები, რომლებსაც ბიზნესები აქვთ ქალაქში, რომლებიც ფლობენ სხვადასხვა რაიონებში რამდენიმე საცხოვრებელ ბინას, რეგიონებში ძალიან დიდ ტერიტორიებს, მიწებს, რაც ინფორმაციის სახით მივაწოდეთ საზოგადოებას და ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც გაჭირვებულ ოჯახებს იყენებდნენ ფარად ასეთი ადამიანები. გამოყავდათ წინა ხაზზე და თითქოს ეს ამ ოჯახების საკუთრება იყო, რეალურად ამ ყველაფრის უკან იდგა ის ადამიანები, ვისაც ძალიან დიდი შესაძლებლობები ჰქონდათ. საბამისად, ეს დამოკიდებულება, რომ სახელმწიფო მიწების მიტაცება მოხდეს, უკანონო მშენებლობები განხორციელდეს, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. კიდევ ერთი ფაქტი ამჯერად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა, აეროდრომის შეზღუდვის არეალში, განსაკუთრებული რეგულირების ზონაში. რა თქმა უნდა, მოხდა მყისიერი რეაგირება, მოხდა აღნიშნული საძირკვლების დემონტაჟი და კიდევ ერთხელ მინდა მიმართო იმ ადამიანებს, ვისაც აქვს პრობლემა საცხოვრებელთან დაკავშირებით, ამას აქვს თავისი წესი, განსაზღვრულია კანონით, განსაზღვრულია შესაბამისი რეგულაციებით და შეგიძლიათ დაწეროთ განცხადება დედაქალაქის მუნიციპალიტეტში, გაიაროთ ყველა შესაბამისი საფეხური და თუ ექვემდებარება და თქვენ
ექვემდებარებით იმას, რომ მიიღოთ საცხოვრებელი, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი გადმოგცემთ, მაგრამ უკანონო მიტაცება სახელმწიფო მიწების კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია და ამას ყოველთვის მუნიციპალიტეტის მხრიდან ცხადია მოყვება შესაბამისი რეაგირება. და ბოლოს, როგორც იცით, UEFA-ს ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 20 მარტს ერევანში გაიმართება, ხოლო 23 მარტს საქართველოს ნაკრები მეტოქეს დინამო არენაზე უმასპინძლებს, ტრადიციულად მთელი შემართებით, დიდი ენერგიით და გამარჯვების მოლოდინით უნდა უგულშემატკივროთ ჩვენს ბიჭებს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მათ ვინც მატჩ სტადიონზე ვერ დაესწრება, ვეპატიჟებით 20 მარტს 21 საათზე პირველ რესპუბლიკის მოედანზე, სადაც თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით მატჩის ღია ჩვენება გაიმართება. ბევრი ვერ ახერხებს ერევანში გამგზავრებას, შესაბამისად ძალიან დიდია ინტერესი აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით და 20 მარტს 21 საათზე გეპატიჟებით რესპუბლიკის მოედანზე, სადაც მოეწყობა ღია ჩვენება. პირველი რესპუბლიკის მოედის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე იმუშავებს საკვები ობიექტები, ნაკრების ოფიციალური მაღაზია, სადაც საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენას შეძლებთ. კიდევ ერთხელ ფეხბურთის ფედერაციას მინდა მადლობა გადაუხადო თანამშრომლობისთვის, ჩვენს ბიჭებს კი უსურვებ წარმატებებს და გამარჯვებას. ახლა შეგვიძლია გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას და გადაწყვეტილებების მიღებას.